2400-ზე მეტი განადგურებული რუსი 1 კვადრატული კილომეტრი უკრაინული მიწისთვის. მოკლედ 2026 წლის მაისისთვის სტატისტიკა. გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯირი ჟურნალისტი, თქვენ უყურებთ ჩემს არხს და პროექტს რა ხდება უკრაინაში. დღეს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1568 დღე გავიდა. დაგიბრუნდით ცოტა დაგვიანებით ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თუმცა ვფიქრობ საინტერესო ეპიზოდი გამოვა. ეპიზოდი იქნება მაისისთვის სტატისტიკაზე და არა მხოლოდ მაისი, არამედ მთელ საგაზაფხულო კამპანიაზე, როგორ ჩაიარა, რა დარტყმები მიაყენა რუსეთმა უკრაინას, უკრაინამ რუსეთს, რა ხდება ფრონტზე, როგორი ვითარება არის. და ამ თემებზე ვისაუბრებ, თუმცა სანამ სტატისტიკაზე გადავალ, მცირე მიმოხილვა გავაკეთოთ. დღე, როგორც გითხარით, 1568 დღეა, რაც ეს ომი დაიწყო და გაუთანაბრდა ზუსტად პერიოდს და მოცულობას, რა დროსაც გრძელდებოდა პირველი მსოფლიო ომი. ასე რომ მეორე მსოფლიო ომს გადავასწარით უკვე და ახლა პირველ მსოფლიო ომს გაუთანაბრით და რაც დრო გავა, სულ უფრო მეტად დაემსგავსება ეს ომი, პუტინის ეს ომი, რუსეთის იმპერატორების ომებს. და ასე ვთქვათ, მე ხშირად ვსმენია ქართველი რუსეთუმეებისგან, რომ სტალინს ადარებენ პუტინს, თუმცა თავად პუტინისთვის საყვარელი ისტორიული ფიგურა პეტრე პირველია და მას ეძრება ხოლმე, თავი წარმოუდგენია უგვირგვინო იმპერატორად, რუსებისთვის მიწების მომხვეჭელად, თუმცა რა გამოსდის, ამას ყველა ერთად ჩვენს თვალწინ უყურებთ. გაჭედილი არის დონბასში და იმ პერიოდში, მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და დასრულდა, პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და დასრულდა, ჯერ კიდევ დონბასის ტალახში იზრდება რუსული არმია. აქვე სანამ გავაგრძელებ საუბარს, შეგახსენებთ, რომ თუ კი არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ახლა გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, იაქტიროთ კომენტარებში. რო გავაგრძელოთ იმპერატორების და პუტინის შედარება, ვინც დაინტერესებული ხართ რუსეთის ისტორიით, გეცოდინებათ, რომ იმპერატორებს ახასიათებდათ 10 წლეულობით ომები. იგივე პეტრე პირველის ომი, რომელიც 21 წელზე, 20-21 წელი გრძელდებოდა, ალექსანდრე მეორის ომები, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნე გრძელდებოდა, ეკატერინე მეორე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რუსეთის იმპერატორებს უყვარდათ ესეთი გამომფიტავი ომები და ასე წარმატების მიღწევას, თუმცა ჩემი აზრით პუტინის ელის არა პეტრე პირველის ბედი, არამედ ნიკოლოზ მეორის ბედი, რომლის დროსაც ომით გამოფიტული, ასე ვთქვათ, რუსულმა საზოგადოებამ ის განაჩენი გამოუტანა, რომელიც გამოუტანა და შემდეგ რაც დაემართა რუსეთის იმპერიას ყველა მიწის. არავინ გამორიცხავს, მათ შორის თავად რუსები არ გამორიცხავენ, რომ ეს სცენარი განვითარდეს რუსეთში, პეტერბურგში, როდესაც ასე ვთქვათ, პუტინის ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობდა, ამ ეკონომიკურ ფორუმზე იმის მაგივრად ვერ საუბრად ინვესტიციების მოზიდვაზე და ასე შემდეგ, საუბრობდნენ რუსეთის მომავალზე და მათ შორის დუგინი ასახელებდა მომავალს, რომელშიც არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი საერთოდ დაიშალოს. შესაბამისად, ამ ყველაფრის თქმის საშუალებას რა იძლევა, რომ ომები არ დასრულდება და ეს ომი კიდევ კარგი ხანს შეიძლება გაგრძელდეს, არის ის თუ აი ესეთი რა ტიპის პოლიტიკური განცხადებები იკეთდება და ასევე ის სიტუაცია თუ რა ხდება ფრონტზე. არანაირი წინსვლა არ არის შესაბამისად სიტუაცია ჩიხში არის მოქცეული ამ ნაწილში. ჩიხშია მოქცეული იმდენად, რამდენადაც უკრაინა უკვე დაამტკიცა, რომ არაპირებს საკუთარი სუვერენიტეტისზე უარის თქვას, არაპირებს უბრძოლველად დანებდეს. შეგახსენებთ ზელენსკის სულ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ჩუმად მოვკვდეთ, ჩვენ ვიბრძოლებთ, რასაც უკვე ამდენი ხანია უკრაინა ამტკიცებს. კი, უკრაინა ნადგურდება, უკრაინული ქალაქები იბომბება, უკრაინული სოფლები იცლება მოსახლეობისგან, უკრაინაში საკმაოდ დიდი არის მსხვერპლი და სტატისტიკაზე როგორც გითხარით ვისაუბრებ ოდნავ მოგვიანებით, თუმცა უკრაინას ამ შემთხვევაში სხვა გზა უბრალოდ არ აქვს, თუ უკრაინა გაჩერდება, უკრაინაც გაჩერდება. ანუ თუ ომს შეაჩერებენ, უკრაინა უბრალოდ აღარ იარსებებს, შესაბამისად უკრაინა ვერ შეწყვეტს ომს, სანამ მას ძალა აქვს, სანამ მას რესურსები აქვს, ის გააგრძელებს ომს, რაც შეეხება პუტინს. პუტინმა ვერც ერთ მის დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, შესაბამისად ის ომის გაჩერებას არ აპირებს, მიუხედავად ძალიან დიდი მსხვერპლისა. და ის რომ ფრონტზე გაიჭედა, ამას ადასტურებს თუნდაც აი ის ძალიან ძლიერი ავიადარტყმები, რომელსაც უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ახორციელებს
პუტინი და ზამთრის კამპანიის შემდეგ მცირე შესვენება იყო და ამას ეს კარგად გამოჩნდება სტატისტიკაში, როდესაც 3 თვეს შევადარებ, მცირე შესვენება იყო და მაისში ისევ გააძლიერა დარტყმები პუტინმა, თუმცა მიუხედავად ამისა, უკრაინული წინააღმდეგობა ვერ გატეხა. მაისის დარტყმებზე, როდესაც ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ რამდენიმე საკითხი, უნდა შევეხოთ რამდენიმე საკითხს, მათ შორის საკითხს, რომ დაფიქსირდა 3-ზე მეტი დღე, როდესაც ავიამიფრენები უკრაინაში იყო როგორც ღამის, ისე დღის განმავლობაში, ან ორმაგი დარტყმები და ასევე დაფიქსირდა დღე, როდესაც გამოიყენეს ოლეშნიკი, ცირკონი, ბალისტიკური რაკეტები, ფთოსანი რაკეტები, დრონები, რა თქმა უნდა, ანუ ყველაფერი, ყველანაირი, ყველა ტიპის შეიარაღება, რომელიც რუსეთს არსენალში აქვს, ყველაფერი გამოიყენეს იმ კონკრეტულ დღეს უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა რაიმე გარდატეხას ვერ მიაღწიეს, რადგან არაფერი მას შემდეგ პრაქტიკულად არ შეცვლა. სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ათეულობით ადამიანის სიცოცხლეს გამოესალმა, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც და ეს ომის დანაშაულიც, რა თქმა უნდა, პუტინის კისერზე არის. აქ მინდა ორეშნიკზე ვისაუბრო, ვერაფრით ვერ ხვდები, რატომ იყენებს რუსეთი ამ შეიარაღებას. პირველად, როდესაც გამოიყენეს ხარკივში, გასაგები იყო, ეს იყო დემონსტრირება, რომ აი ჩვენ ეს ორეშნიკი გვაქვს და არა მხოლოდ სატესტო გამოცდები გაიარეს, არამედ აგერ საბრძოლო მოქმედებაში გამოვიყენეთ და თქვენ მისი ჩამოგდება არ შეგიძლიათ. და ანუ თუ ჭკვიანად არ მოიქცევით, ბირთვულ ხობინას დაუმაგრებთ და ვისვრით და გაგანადგურებთ. აი ეს მუქარა და ამის დემონსტრირება პირველ ჯერზე, კიდე გასაგებია. ამის შემდეგ იყო ლვივში გამოყენებული ორეშნიკი, რომელიც ასევე ამფეთქი მუხტის გარეშე იყო და მხოლოდ კინეტიკური ძალის აფეთქება ვნახეთ და შემდეგ იყო ახლა კიევის მახლობლად, ხო? რა აზრი აქვს ამ ხელა ფულის დახარჯვას და მათ შორის თვითონ რაკეტების დახარჯვას ვერ ხვდები, იმიტომ რომ ის ვერანაირ რეალურ გარდატეხას, ვერანაირ რეალურ ზემოქმედებას ვერ ახდენს. პირიქით, ჩვეულებრივი ბალისტიკური რაკეტები გაცილებით ეფექტური და დამანგრეველია ხოლმე ამ შემთხვევაში, ვიდრე თუნდაც ორეშნიკი, ვიცით რომ რაღაცა ავტოფარეხს დაეცა და ეს ავტოფარეხი განადგურდა და მერე პუტინმა თავი ასე გაიმართლა, ასე ვთქვათ, რომ ესო დავტესტეთო ჩვენ ჯერთი დასატესტად პოლიგონები არსებობს და მეორე რაღა ავტოფარეხზე დატესტეთ, ხო? ანუ გაუგებარი არის. და დატესტვაზე თუ მიდგა საუბარი, იმავე პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ დღეს ორი ორეშნიკი ისროეს, ერთს მათ შორის მართვა დაიკარგა და სადღაც დონბასში, დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. შესაბამისად, აი ეს მინდოდა ორეშნიკზე მეთქვა, აბსოლუტურად გაუგებარი არის თუ რატომ და რისთვის იყენებენ ამ ყველაფერს. ანუ არ აქვს ის ეფექტი, რა ხარჯიც არის და რამდენად ძვირიც ღირს იმ ასე ვთქვათ შედეგს, ის შედეგი სახეზე ვერ მოაქვს. ახლა კი ჩვენ შეგვიძლია ნელ-ნელა გადავიდეთ სტატისტიკაზე და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის შემდეგ უკვე რუკებს დავხედავთ, დიდი ცვლილებები რუკაზე არ არის, როგორც ხარით გაჭედილი არის პრაქტიკულად ფრონტი, თუმცა მაინც შევხედოთ როგორც Deep State-ის, ასევე Slyosny Kaprizis და ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკებს, მაშასე ნელ-ნელა ჩვენ შეგვიძლია ახლა გადავიდეთ სტატისტიკაზე, მანამდე კი კიდევ ერთხელ გთხოვთ, თუ კი არხი არ გაქვთ გამოწერილი, ახლა გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. რაც შეეხება სტატისტიკას, ტრადიციულად დავიწყოთ რუსეთის ავიაიერიშების სტატისტიკით, ასე გამოიყურება მაისისთვის სტატისტიკა. ჯამურად უკრაინის მიმართულებით მაისში გაშვებული იყო 7668 სამიზნე, რომელთაგან 6928 სამიზნე ჩამოგდებული არის. ეს პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 91%-ია. რა თქმა უნდა, აქედან უმრავლესობა იყო დრონი, როგორც გაშვებული, ესე ჩამოგდებული. გაშვებული დრონების რაოდენობა არის 7463, საიდანაც 6815 ჩამოგდებულია, ბალისტიკური რაკეტები 95, საიდანაც 25 ჩამოგდებულია, ხოლო ფთოსანი რაკეტები 110, საიდანაც 88 ჩამოგდებულია. ახლა ჩავშალოთ და კონკრეტულ დრონებზე გადავიდეთ, ასე გამოიყურება სტატისტიკა დღეების მიხედვით. თქვენ ხედავთ, რომ მთელი თვის განმავლობაში მხოლოდ 3 დღეა, როდესაც არაფერი ისროლეს რუსებმა უკრაინის მიმართულებით. დანარჩენ დღეებში ხედავთ, რომ წითელი მაჩვენებელი არის ნასროლი დრონების რაოდენობა, გაშვებული დრონების რაოდენობა, ხოლო მწვანე ეს არის ჩამოგდებული, აი ესეთი არის სტატისტიკა, ეს განსაკუთრებით მაღალი შკალები, ეს არის ის დღეები, როდესაც იყო კომბინირებული თავდასხმები.
უკრაინაზე და ამასაც ცალკე დავითვლით, ასე ვთქვათ. დრონების ჩამოგდების მაჩვენებელი მაისში არის 92%, როგორც გითხარით, 7563 დროინიდან 6815 ჩამოგდებულია. შემდეგი მაჩვენებელი, რომელიც მინდა შემოგთავაზოთ, ეს უკვე ბალისტიკურ რაკეტებს ეხება, მისი ჩამოგდების მაჩვენებელი არის 27%, როგორც ხედავთ, 95 რაკეტიდან 25-ის ჩამოგდება შეძლეს მხოლოდ და მხოლოდ. ერთი პერიოდი ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა ახლა ისევ, ასე ვთქვათ, შემცირებული არის, 27%-ზე ჩამოვიდა. სამაგიეროდ ფრთოსანი რაკეტები რჩება მაღალ მაჩვენებელში, 110 ფრთოსანი რაკეტიდან 88 ჩამოგდებულია, დაახლოებით 80%-ის მიდამოებში ფრთოსანი რაკეტების მოგერიებას უკრაინელები ახერხებენ. ეს უკვე არის კომბინირებული თავდასხმის სტატისტიკა, როგორც ხედავთ, 4 დღე დაფიქსირდა უკრაინაში, როდესაც მასირებული კომბინირებული თავდასხმა იყო. ამაში იგულისხმება დღეები, როდესაც 100-ზე მეტი სამიზნე მიფრინავს უკრაინის მიმართულებით და აქ არის კომბინირებული როგორც დრონები, ასევე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები. 3 მაისი, 14 მაისი, 18 მაისი და 25 მაისი, როგორც ხედავთ, ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, თავდასხმა იყო 14-ში, 731 სამიზნე, საიდანაც 21 იყო ბალისტიკური, 35 ფრთოსანი, ხოლო 675 დრონი, მათგან ჩამოგდებული არის 652 დრონი, 29 ფრთოსანი და 12 ბალისტიკური რაკეტა. ახლა უკვე 3 თვის ჭრილში შევადაროთ, რადგან საგაზაფხულო კამპანია დასრულებული არის რუსების, რადგანაც პრაქტიკულად ვერაფერს ვერ მიაღწიეს, თუმცა სანამ ფრონტზე გავივლიდით ამ პერიოდს, შევადაროთ აი ეს 3 თვის სტატისტიკა დრონების ჩამოგდების მაჩვენებელს. თქვენ ხედავთ, ზედა ორი არის მარტის და აპრილის, ხოლო ქვედა არის მაისის მაჩვენებელი. მარტში იყო 87, აპრილში იყო 88, ხოლო მაისში 92%-ზე ავიდა დრონების ჩამოგდების მაჩვენებელი. შესაბამისად 5023 გაშვებული დრონი მარტში, 6223 დრონი აპრილში, ხოლო 7563 დრონი მაისში. აი ესეთი არის დრონების შედარებითი სტატისტიკა მარტი, აპრილი, მაისი, რაც შეეხება ბალისტიკურ რაკეტებს, აქ აი ესეთი სიტუაცია არის, როგორც გითხარით, ერთი პერიოდი ხედავთ, რომ მაგალითად მარტში იყო 42%-ზე ასული დრონების ჩამოგდების სტატისტიკა, თუმცა აპრილში და მაისში ისევ დაეცა, აპრილში იყო 23%, ხოლო მაისში 27%, რაც შეეხება უშუალოდ გასროლილი რაკეტების მაჩვენებელს, 138, ანუ ყველაზე მეტი იყო მარტში და ეს პრინციპში გასაგებიც არის, იქიდან გამომდინარე, რომ მარტში ჯერ კიდევ ნარჩუნდება ზამთრის სიცივეები და ისევ გრძელდებოდა მეტწილად ენერგო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები. შემდეგ აპრილში ჩამოსული არის 19%-ამდე, 19 რაკეტამდე, ხოლო მაისში ისევ გაზრდილია 95 და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აი ეს ინტენსიური დაბომბვები პირდაპირ პროპორციულად არის იმის გამოძახილი, რომ ფრონტზე ვერაფერს ვერ აკეთებს რუსეთის ფედერაცია. შემდეგ უკვე ფრთოსან რაკეტებზე გადავიდეთ, აქაც ხედავთ ჩამოგდების მაჩვენებელს 76% მარტში, 88% აპრილში, ხოლო 80% მაისში. ასეთი არის ფრთოსანი რაკეტების შედარებითი სტატისტიკა. შემდეგი მაჩვენებელი უკვე კომბინირებულ დარტყმებს ეხება. მარტში 3 დღე იყო ასეთი, აპრილში 3 დღე იყო ასეთი, ხოლო მაისში, როგორც გითხარით, 4 დღემდე გაიზარდა. თუმცა ხედავთ, რომ ასე ვთქვათ, ყველაზე ესეთი მძიმე დღეები ერთი არის ხოლმე, აი ამ კომბინირებულ დღეებში და თუ კი ვთქვათ, მარტში ეს იყო 982 სამიზნე, 24 მარტს, შემდეგ უკვე აპრილში ეს იყო 703 სამიზნე, ისევ 24-ში და რაც შეეხება უშუალოდ მაისს, აქ ყველაზე მძიმე იყო 14 მაისი, როგორც გითხარით, 731 სამიზნე და თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ, რომ პრაქტიკულად აი ერთ ჩარჩოში ტრიალებს დაახლოებით იმის მიხედვით თუ ვინდა თუ რამდენს ისვრის რუსეთი კომბინირებული შეტევის დროს. ეს უკვე არის კომბინირებული ჯამური საგაზაფხულო ჭრილი, ასე ვთქვათ.
მარტში ჯამურად რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ისროლა 1999 აქედან 37 ბალისტიკური, 94 ფრთოსანი, 1858 დრონი და მარტში ჩამოგდების მაჩვენებელი იყო 94%, სრულ ყველაფერი ერთად რო დავაჯამოთ. აპრილში შედარებით ნაკლები სროლა გვაქვს, ჩვენ ხედავთ, ეს არის 1609, საიდანაც იყო 32 ფრთოსანი, 32 ბალისტიკური ბოდიში 52 ფრთოსანი, ხოლო 1525 დრონი. და აქ ჩამოგდების მაჩვენებელი 95%-ზე იყო ჯამური ასული, ხოლო მაისში, აი ამ მთელ საგაზაფხულო კამპანიაში ყველაზე მეტი სამიზნე წავიდა უკრაინის მიმართულებით, ეს არის 2467 სამიზნე, აქედან 74 ბალისტიკა, 102 ფრთოსანი, 2309 დრონი და აქ ჩამოგდების პროცენტული მაჩვენებელი გვაქვს 91. ასე რომ როგორც გითხარით, საგაზაფხულო კამპანიის ბოლოს, როდესაც საბოლოოდ დაარწმუნდნენ და გააცნობიერეს, რომ ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებდნენ, უფრო გაზარდეს დარტყმების ინტენსივობა და როცა ფრონტზე არაფერი არ ხდებოდა, ეცადნენ აი ამ მიმართულებით მაინც გამოეწვიათ გარკვეული პრობლემები. შემდეგი მაჩვენებელი უკვე აი ეს ყველაფერი ფრონტზე როგორ აისახა დანაკარგებში. თქვენ ახლა ხედავთ აპრილის და მაისის მონაცემებს. პირველ ზოლში არის აპრილი, მეორე ზოლში არის მაისი. აი ამდენი რიცხვით რომ არ გადაგღალოთ, დავტოვებ სლაიდს, შეგიძლიათ დააკვირდეთ და მხოლოდ ვთქვათ მატებას წავიკითხავ, რამდენად მეტი არის დაკარგული რუსების მხრიდან მაისის თვეში. შეგახსენებთ, ეს არის უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემები, მას ასე 31 მაისის მონაცემებით განადგურებული არის 1,364,060 რუსი სამხედრო, აქ იგულისხმება როგორც გარდაცვლილები, დაღუპულები, ასევე დაჭრილები, დასახიჩრებულები, დაკარგულები. ჯამში ეს არის თვეში 30760 ჯარისკაცი. 61-ით მეტი ტანკი გაუნადგურეს უკრაინელებმა რუსებს, 164 ერთეულით მეტი ჯავშან ტექნიკა, 2053 საარტილერიო დანადგარი, 60 რეაქტიული საარტილერიო დანადგარი, 53 ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარი, 1 თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი და 50967 დრონი. ეს უკვე საუბარია ფრონტზე გამოყენებულ დრონებზე, რაც შეეხება მცურავ საშუალებებს. აქ მაისში არ დაფიქსირებულა დამატებითი რუსული მცურავი საშუალების განადგურება. ახლა იგივე შევხედოთ, იგივე მონაცემებს 3 თვის ჭრილში და თქვენ ხედავთ პირველ ზოლში არის მარტი, შემდეგ აპრილი, ბოლოს კი მაისი და ხედავთ, რომ აი მხოლოდ ასე ვთქვათ დაღუპულების, განადგურებულების, ასე ვთქვათ, როგორც მკვდრების, ასევე დაჭრილების, ასევე დაშავებულების და დაკარგულების მონაცემებს რომ შევხედოთ, ეს სტატისტიკა ყოველთვიურად იზრდება. 31760 მარტში, 32620 აპრილში, 33760 მაისში. კი, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ასე ვთქვათ, შორს არის, ჯერ კიდევ იანვარში რუსეთის ბოდიში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიერ დაანონსებული 50000 მინუს 50000-მდე შორს არის, თუმცა ვხედავთ, რომ ტენდენცია იზრდება და ტენდენცია იზრდება ასე ვთქვათ, ნაბიჯ და ნელ-ნელა და ეს აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ რაც 2026 წელი დაიწყო, რუსეთს დანაკარგი უფრო დიდი აქვს, ვიდრე ახერხებს გადაბირებას და კონტრაქტის გაფორმებას რუსეთის ფედერაციის სხვა მოქალაქეებთან. შესაბამისად, ეს ტენდენცია თუ კი ასე გაგრძელდა და ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ივნისში, ივლისში, აგვისტოში ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება, მაშინ გაზაფხულის ბოლოს უბრალოდ გარდაუვალია, რომ მოხდეს მობილიზაცია რუსეთის მხრიდან, სხვა შემთხვევაში პირდაპირ ფრონტი ჩამოეშლება და ჩამოექცევა, მით უფრო იმ ფრონტზე თუ როგორ იყენებს უკრაინა საშუალო და შორი მანძილის დრონებს და სანამ ამაზე გადავალ, აქვე მინდა ვისაუბრო უკრაინულ დანაკარგებზეც. დაახლოებით ჩვენ ვიცით, რომ ასე ვთქვათ, არ ცელდება, ასე ვთქვათ, რომელიმე სანდოწყარო უკრაინულ დანაკარგებს არ ავცელებს, თუმცა ავიღოთ ყველაზე, ასე ვთქვათ, ცუდი დათვლა და ყველაზე ცუდი დათვლა ამ ეტაპზე 1-3-თან შეფარდება შეიძლება იყოს და თუ კი ვთქვათ 33000 რუსი განადგურდა მაისში, უნდა ვივარაუდოთ დაახლოებით 10-15000 1-3-თან 1-2-თან რომ შევაჯამოთ უკრაინელი
გარდაიცვალა ამ ომში საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის და კიდევ ერთხელ უნდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ როდესაც საუბარია იმაზე თუ როდესაც რუსულ დანაკარგებზე უფრო მეტად აქცენტირებულად საუბრობ, ხშირად ჩემი არხის რუსეთური გამომწერები კომენტარებში მიწერენ, რომ უკრაინულ დანაკარგებზე რატო საუბრობ და ძალიან მარტივი ახსნა აქვს, ამას უკრაინას უბრალოდ სხვა გზა არ აქვს. ისინი საკუთარ ქვეყანას იცავენ და რაც სჭირდება, იმას აკეთებენ. რა თქმა უნდა, მსხვერპლიც დიდია, არსად არ გამქრალა პირადი შემადგენლობის პრობლემები, რომელიც უკრაინის არმიაში არის და ამაზე გაცილებით ვრცლად საუბრობდა რატიბურდული წინა ეპიზოდში, ვისაც არ გინახავთ, გირჩევთ რომ ნახოთ, პირდაპირ სამხრეთის ფრონტის მიმართულებიდან იყო ჩართვა და ამ თემებზეც მათ შორის რატი საუბრობდა. მე კი იმას ვიზახდი, რომ უკრაინელებმა ძალიან წარმატებით დაიწყეს საშუალო და შორი მოქმედების უკრაინული დრონების გამოყენება, ყირიმ სერიოზულ პრობლემებს უქმნიან, ასევე სერიოზული პრობლემები იქნება მთელი ფრონტის ხაზზე, რუსულ ლოჯისტიკაზე, პრაქტიკულად ზურგთან მოწყვეტის ტაქტიკა მიმდინარეობს ახლა, რომ მაქსიმალურად გაურთულდეთ ფრონტისპირა ყოფ უკრაინელებს, რუსებს მომარაგების ხაზები და ჩვენ გვაქვს ინფორმაციები, რომ მათ შორის გარკვეულ პოზიციების დატოვება დაიწყეს უკვე რუსებმა და შემდეგ ეპიზოდში აუცილებლად შემოგთავაზებთ უშუალოდ რუსი Z-ბლოგერების კომენტარებს, ბლოგებიდან ამონარიდებს, განცხადებებს, თუ როგორ აფასებენ ისინი სიტუაციას, რომელიც არის ახლა ფრონტზე. ჩვენ ვთქვით, რომ 33770 რუსი განადგურდა მხოლოდ მაისის თვეში და შევხედოთ ახლა ოკუპაციის სტატისტიკას როგორ გამოიყურება. 14% მაისის თვეში. თქვენ ახლა ხედავთ 2 წლის შედარებას პირველ 5 თვეს და აი პირველი, ასე ვთქვათ, 5 სლაიდი არის 2025 წლის ანალოგიური პერიოდი, ხოლო შემდეგი 5 სლაიდი არის უკვე წლევანდელი წელი. ხედავთ, რომ 2025-ის იანვარში 325 კვადრატული კილომეტრის ოკუპაცია შეძლეს, წლევანდელ იანვარში 245-ის, შარშანდელ თებერვალში 192-ის, წლევანდელ თებერვალში 126-ის, შარშანდელ მარტში 133-ის, წლევანდელ მარტში 160-ის, შარშანდელ აპრილში 167-ის, წლევანდელ აპრილში 151-ის, შარშანდელ მაისში 459 კვადრატული კილომეტრი, წლევანდელ მაისში კი 14. არ ვიცი ამდენად გახსოვთ, თუმცა როდესაც მე აპრილის თვის შეჯამებას ვაკეთებდი და აი ამ ძალიან კუსნაბიჯებით სვლაზე საუბრობდი რუსების, იქვე ვთქვი, რომ ეს ყველაფერი გამოწვეული იყო ამინდებით და ეს წინა წელთან მემართებაში მეტნაკლებად ადეკვატური იყო, ანუ დაახლოებით იგივე სიჩქარით მოძრაობა იყო, რაც წინა წელში და აუცილებელი იყო დავკვირვებოდით მაისს, როდესაც უკვე მწვანე საფარი შემოდის, როდესაც მექანიზირებული შეტევები უფრო აქტიურად იწყება და როდესაც როგორც წესი რუსეთი ახერხებს ხოლმე გაცილებით მეტის ოკუპაციას ვიდრე წინა თვეებში და იგივე კიდევ ერთხელ შევხედოთ აი ამ სლაიდს, ხედავთ რომ შარშანდელ მაისში პრაქტიკულად ორჯერ მეტის ოკუპაცია შეძლეს მაისში ვიდრე აპრილში. რაც შეეხება წლევანდელ აპრილ-მაისის შედარებას, ხედავთ აპრილში 151 კვადრატული კილომეტრი და მაისში მხოლოდ 14 კვადრატული კილომეტრი. ეს ყველაფერი ჩემი აზრით ისედაც მეტყველებს იმაზე თუ რა სიტუაცია არის ახლა ფრონტზე, შესაბამისად ძალიან მარტივი გამოსაცნობია თუ რატომ არის ასე ვთქვათ, ასეთი გამალებული და მასირებული თავდასხმები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე, ცდილობს პუტინი ასე დააკომპენსიროს თავისი წარუმატებლობა უშუალოდ ფრონტზე. ის რომ ფრონტზე არაფერი სერიოზული არ ხდება, აი ადასტურებს თუნდაც რუკები, აი ჩვენ ხედავთ რომ აი ესეთი ვითარება არის ახლა მოდი აი ამ შეფერილობით გავაკეთოთ რომ უკეთესად გამოჩნდეს, რომ ავიღოთ ასე ვთქვათ, 1 მაისი, ხო? 1 მაისი იყო აი ესეთი სიტუაცია, რომელსაც ახლა ხედავთ თქვენ, ხოლო დღევანდელ დღეს არის მხოლოდ აი ესეთი სიტუაცია, არის არანაირი წინსვლა აი ესეთ სურათში არ შეინიშნება. ყველაზე მეტად წინსვლა, სადაც ჩვენ შეგვიძლია შევნიშნოთ და სწორედ ამაზე გავაკეთებ აქცენტს და რუკებსაც ამაზე შევადარებთ, ეს არის კონსტანტინოვკა. აი ასეთი ვითარება არის ახლა აქ. უკრაინული deep state-ის მონაცემებით თვითონ უშუალოდ ქალაქი ესეთი გარშემოცვლობის არის, ასე ვთქვათ, ბოდიში, აი ესე და ხედავთ რომ არის ქალაქი
ქალაქის ფლანგებიდან რუსების შეჟონვის დაფიქსირება. ანუ აი ამ მონაკვეთებიდან, თუმცა აი ეს ნაცრისფერი ზონები, რომელიც არის მონიშნული Deep State-ის რუკაზე, აღნიშნავს საბრძოლო მოქმედებების არეალს და არა რუსების გამაგრებას. ანუ შესაძლოა ხდებოდეს რუსეთის შეჟონვა აქ, გარკვეული საბრძოლო მოქმედებები, თუმცა აქ არ ჩანს გამაგრება. რომ გადავიდეთ სლივაჩნი კაპრიზზე, ასე ვთქვათ, რუსულ წყაროზე, პროპაგანდისტულზე, ჩვენ ვხედავთ, რომ აქაც პრაქტიკულად არაფერი არის და აქაც ახლო კადრით ავიღოთ ქალაქი კონსტანტინოვკა, რადგან როგორც გითხარით, თუ კი სადმე რამე წინსვლა აქვს რუსებს კონსტანტინოვკაში არის, აი ასე გამოიყურება, ეს არის თვითონ აი გაწეთილდა ეხლა თვითონ ქალაქი, უკეთესად რო აღიქვათ ქალაქის მასშტაბი და რაც არის შემოხაზული, ეს აქვს ასე ვთქვათ ოკუპირებული რუსების თვიცებით რუსეთს. აი აქ ასე ვთქვათ, 1 მაისის მონაცემები, აი ასეთი იყო. აი ასეთი იყო 1 მაისის მონაცემები და აი ასეთი მონაცემები არის დღეს. ანუ უფრო თვალსაჩინო რომ იყოს Deep State-ის რუკაზე რომ დავხატოთ, სლივაჩნი კაპრიზის მონაცემებით მაისის დასაწყისში დაახლოებით აი ესე ეკავათ პოზიციები, ეს ჰქონდათ დაკავებული და ოკუპირებული, აი ეს მონაკვეთი, ხოლო ახლა მათივე ანუ რუსული წყაროს ინფორმაციით დაახლოებით აი ეს აქვთ ოკუპირებული. ანუ რაც Deep State-ს მონიშნული აქვს როგორც საბრძოლო მოქმედებების არეალი, სლივაჩნი კაპრის ეს მონიშნული აქვს როგორც სრული ოკუპაცია. რაც შეეხება ომის შემსწავლელ ინსტიტუტს, აი აქ ასეთი ვითარება არის, აი ეს არის აქ ნაცრისფრად არის შემოხაზული თვითონ ქალაქის ტრაექტორია, ძალიან ახლოს ჩავიდეთ, რომ კარგად გამოჩნდეს. აი ეს წითელ-ვარდისფერი შეფერვები არის მონაკვეთები, სადაც გააჩნიათ რუსებს საბრძოლო უპირატესობა. ყვითელი მოცემულობები არის მონაკვეთები, სადაც ფიქსირდება აქტიური საბრძოლო შეტაკებები, ხოლო წითელი, აი ეს ღია-ვარდისფერი არის უკვე ოკუპირებული, აი ეს წითელი არის ბოლო 24 საათში ოკუპირებული. როგორც ხედავთ, რეალურად კონსტანტინოვკას გარშემო პრაქტიკულად სამივე რუკა ერთი და იგივე მონაცემს აჩვენებს, თუმცა თუ კი ომის შემსწავლელი ინსტიტუტი და Deep State-ის საბრძოლო მოქმედებების არეალად მიიჩნევს აი ამ ქალაქის ფლანგებს, რუსული სლივაჩნი კაპრიზი მას მიიჩნევს როგორც ოკუპირებულს სრულად. მე შეგახსენებთ, რომ კონსტანტინოვკისთვის ბრძოლა დაიწყო ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე, სექტემბრის ბოლოს უკვე მე ჩემს ეპიზოდებში გიყვებოდით, რომ გამოსდა პირველი, ასე ვთქვათ, რუსული მოიერიშე ჯგუფები კონსტანტინოვკის გარშემო, შემდეგ იყო მასირებული ავიადაბომბვა და განადგურება ქალაქის პრაქტიკულად და ახლა მიდის ამ ნანგრევებში ბრძოლები. შესაბამისად, სექტემბრის მერე გასული არის ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი და ჯერ კიდევ ქალაქის ნახევარიც კი არა აქვს ოკუპირებული, რომ დავეყნოთ უშუალოდ სლივაჩნი კაპრის. ხოლო თუ უკრაინელებს და ომის შემსწავლელი ინსტიტუტს ამერიკულ წყაროს დავეყნებით, იქ საბრძოლო მოქმედებები არის ყველაფერში ნახევარ ქალაქში და არა ოკუპაცია. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ფრონტზე არის სრული სტაგნაცია, პრაქტიკულად არ იძლვის, ამას რუკებიც აჩვენებს, სხვა მიმართულებების რუკებზე განხილვას პრაქტიკულად აზრი არ აქვს, იმიტომ რომ იქ პრაქტიკულად არაფერი არ ხდება, იმდენად უმნიშვნელო წინსვლა აქვთ რუსებს ან უკუსვა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო 3-4 თვე არის ფიქსირდება, რომ როდესაც ოკუპირებულ და დეოკუპირებულ ტერიტორიების რაოდენობებს ადარებენ, ბოლო 3-4 თვეა უკრაინელები ახერხებენ უფრო მეტი ტერიტორიის დეოკუპაციას, ვიდრე რუსები ოკუპაციას. მოკლედ, დღევანდელი ეპიზოდი ასეთი იყო. იმედი მაქვს, რომ აი ამ ხელაპაუზები აღარ მექნება და უფრო ხშირად აღვადგენ ისევ უკრაინის ომის მიმოხილვას, თუმცა ვფიქრობ, მაინც საინტერესო იყო რიცხვებში გვენახა, როგორ ჩაიარა ომმა მაისში. და მე მგონი ყველაფერი თვალსაჩინო და ძალიან ცხადია. კიდევ ერთხელ 2400-ზე მეტი განადგურებული რუსი 1 კვადრატული კილომეტრი უკრაინული მიწის ოკუპაციისთვის. ასე ჩაიარა მაისმა. იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მძიმე შედეგები ექნება რუსეთს ივნისის თვეში. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო, ძალიან დიდი მადლობა დროებით ნახვამდის და აქვე შეგახსენებთ, რომ თუ კი არხი არ გაქვთ გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, იაქტიურებთ კომენტარებში, გაუზიარეთ ლინკი თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელებში, გააზიარეთ ის თქვენს სოციალურ ქსელებში. დროებით მადლობა ნახვამდის.